სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ახლა უდიდესი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული მოლაპარაკებებია, განაცხადა ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ საქართველოზე გადის მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, აღნიშნა ფაშინიანმა. კოჭორიშვილმა აიღო ვალდებულება, რომ ჭრილოვანი ფლოტის არც ერთი ტანკერი საქართველოს პორტებში არ შევაწერს ევროკომისიის პრესპიკერი ანიტა ჰიპერი ფორმულას. ის განმარტავს, რომ ყულების სპორტზე სანქციები მას შემდეგ მოხსნეს, რაც ოცნება მიკისრა ვალდებულება, რომ რეექსპორტს შეწყვეტდნენ. ჰიპერი წერს, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოერიდება შესაბამისი ზომების მიღებას. უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის რუსეთში დაუსწრებლად გასამართლებულთა შორის ყველაზე მეტი ქართველია, ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 2024 წლიდან რუსეთის სასამართლოში დაუსწრებლად გამოტანილი სულ მცირე 180 გამამტყუნებელი განაჩენიდან 58 საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ იყო. ჩვენ სწრაფად ვკარგავთ საზღვარგარეთ პროპაგანდისტული სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით ახლო საზღვარგარეთში, აცხადებს პესკოვი. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანი შეშფოთებულია და ამბობს, რომ სამომავლო გეგმებზე უნდა იფიქრონ. სად უნდა გავავრცელოთ ჩვენი გზავნილი, თქვა პესკოვმა.